ბაბურაუზე ინფორმაცია არ არის ცნობილი ხო ვინ იყო რატო იყო არა იყო როგორ არა ძალიან ქარუნდაურის პერიოდში იყო იყო ზეისტეჩუელი თემურზაულთმა მიშვილობისა არაბული იყო ეს თემურზაულები ზოგი ზეისტეჩუელი დარჩა ზოგი ჩირდილში გამოსახლდა და სხვათა შორის თემურზაული იყო მიხაპაპაც მაგათ ვიცეშვილი იყო ჩემ კლასელი კი მამუკასთან ხომ მაგრობ კი და ეგ ახლა ზეისტეჩუელი იყო მაგარი განთქმული ყოფილა მეომარი და გუდანის ჯვარში მიუდიოდა საკარყმო მანამდე მიუდიოდა თუხაკი ყოფილა ჩუჩაყეული ბაცალიგველი აი ალაქანები დეგენორიან მაგათი წინაპარი ვიღაცა ხო და იმას ამ ქისტებისთვის დაუდია ბეკარი სხვარი თუ თოხლი რაღაცა ჰა ნუ არ ვიცი რაღაცა სადღაც წავიდოდნენ მარბიელი 1-10-15 კაცი მოიპარავდნენ იქ სხვარს გამორეკავდნენ რაღაცას ან ვიღაცას მოკლავდნენ დანაშაულზე ახლა ისე არ ხოცავდნენ ტყუილად პირიქითაც ხდებოდა ხო ჩვენიდანაც მიხონდათ ბეკარი რომელიმე სოფელში კი ეგ ჩვეულებრივ რომ ისენიც მოდიოდნენ იგივე საქმეზე ჩვენც ხელშეებს გადადიოდნენ იგივე საქმეზე რამესო დაკარგავდი საქონელი სხვარი ძროხა ცხენია და ასე შემდეგ ის იყო პასუხისმგებელი ვისაც ბეკარს უხდიდი რომ ან უნდა ეპოვნა მოეყვანა შემთხვევით უკან ან საკუთარი უნდა მოეცა ხო და ამ ქიშლა ბაბურაულს ისე დაუშინებია ეს ქისტებ რომ იმას რაღაცა ბატკანი დაუმატებია კიდევ ოღონდ ჩვენ უღარ შეგვაწუხებო და ამდენს გადაგიხდით წელში და მე განსაკუთრებით ზურაბერის თავის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიჩინა თავი და მერე მარტიამისურაული ო და ეს მერე ესაც ქისტემა მოკლეს ეს ბაბურაულიც სუიკამ ამაიშვილი მან მithხოველი ყოფილა იმას არ მიუცია ბეგარი თუ რაღაცა არ ვიცი და გადასულა იმასთან სუიკა თურმე ხნავს და მოსუ გაუფრთხილებია სუიკას ნუ არ მოხვიდეო თორე მოგკლო რას მომკლო შენო სანამ შენ თოფს გაღმართავო მე ხმლით მოკლო და ამას ამ სუიკას ჩახმახიანი თოფი ქონია უკვე რო პირის სამალი არ სჭირდებოდა ხო და მოკლეს ბაბურაული მაგრამ ეს ბაბურაული მერე ამ თავისმა ბიძაშვილებმა სოფელმა მოიკვეთა რომ მაგანო ჩვენო მტერი გაგვიჩინო და გამოვიდა იმაში ბაცალიგოს დასახლდა მერე ეს ბაცალიგლები 2-3 კაცი წავიდნენ და ის სუიკაც მოკლეს მარტიამისურაული იყო კიდე მაგ დროს მაგარი ვაჟკაცი ის იყო გოგოჭური იყო ჭორმეშიონი აი ეგ არ წავიდა მარტო იქ თრუსოში არ სხვა ხევსურებს უშვებდა არ წახვიდეთო და ეს ხევსურებმა რაღაც პერიოდი ეს ზურაბი ვითომ შემოურიგდა ამოვიდა აქ საჩუქრები მოიტანა რაღაცა იქ სანეს და არ მივიდა არც ეგ მივიდა და არც მაგისი დეიდაშვილი იყო იმედაფერაული ხახმატელი და ღამით დაეცნენ ამ ზურაბის კარავს ისინი ამ სანეს ამაზედაც ეს ხევსურებმა აქო ეს ატეხა მთელი ამბავი მოიკვეთეს ეს მისურაულიიც შარი გაგვიჩინო და კიდევ ამ ხიშლა ბაბურაულს ოჯახი დაიმტრები იყვნენ რა იყვნენ მოუხოცია ქისტეში და წამოუღიეს საკიდელი ეს საკიდელი იყო ოჯახის სიმბოლო თუ ამას ჩამოხსნედი სახლიდან ეს იყო ოჯახის სიმბოლური განადგურება
მოშლა რა, კერის მოშლა. და ის საკიდელი მოუტანია გუდანი ჯვარში ახლაც არის. და ეს მისურავლით წასულა. და იმასაც რა ფისტეთან მოუტანია საკიდე. თუ მოდის ხო და რო გახენესო ისო გონის უნდა რას რომ მასტრისო. ნუ მაგასა ბაბურაულს თქვია სახელმა აქვო. და ის საკიდელიც იქ არის გუდანის ჯვარში, მაშინდელი აბა. ორივეს.